მოგესალმებით ყველას. მოგიკითხავთ. ძალიან სასიამოვნო ენერგიებით ვარ დახუნძლული და გადავწყვიტე ჩამეწერა გაშლა თქვენთვის და ეს გაშლა შეეხება მოულოდნელ, წარმოუდგენელ ამბებს, ახალ სასიამოვნო ამბებს თქვენ ცხოვრებაში ნახავთ არო რას შემოგთავაზებს. ვარიანტი 2 მექნება. მოდი მოვიფიქროთ ბარემ ქვების. ეს კვარცი იყოს პირველი ვარიანტი, მთვარის ქვა ულამაზესი იყოს მეორე ვარიანტი და გავარკვევ თითოეული ვარიანტისთვის რა იქნება განსაკუთრებული, განსხვავებული, მოულოდნელი ერთი თვის განმავლობაში. მოკლედ, პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, მოგესალმებით და დავიწყოთ. ჯერ ნახავ როგორ ენერგიებში ხართ ამჟამად, პირველი ვარიანტი. რატომ ბრაზობთ, რა ხდება პირველი ვარიანტი. ძალიან სერიოზულად არის გარკვეულ საკითხების მიმართ, ცხოვრების საკითხების მიმართ განწყობილი. ცდილობს მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს ვიღაცამ შეიძლება არ გაამართლა თქვენი მოლოდინები, შეიძლება ვიღაცა ბიწყობიდან გამოგიყვანათ კიდევაც და ფაქტიურად მაინც სასიამოვნო ვიბრაციებში არ იმყოფებით, თუმცა ხედავ რომ თქვენ გაქვთ იმედი საკუთარი თავის და იღებთ საინტერესო თქვენთვის მნიშვნელოვან ცოტა სივ კიდევაც გადაწყვეტილებას. სულ ხმლებში ხართ, მოკლედ ძალიან გაგაციათ გარემოებებმა. ხო და ზუსტად აი ამ ენერგიების შემდეგ ეხლა გავარკვიოთ რა გელოდებათ. შეიძლება ამ საკითხსაც ეხებოდეს, ამჟამად რატომაც ხართ ესე გაბრაზებული, ეს სასიხარულო ამბავი შეიძლება ისე. მოიჩქარის ახალი ამბები, მოიჩქარის მინდა გითხრათ, რომ აშკარად ამ თემას ეხება. მოკლედ, პირველო ვარიანტო. თუ თქვენ ახლა ხართ ძალიან გამკაცრებული ზედმეტად, თქვენ შეიძლება იყოს პირადი კარიერა არ აქვს მნიშვნელობა, სადღაც გიწევთ საკუთარი აზრის მკვეთრად დაფიქსირება და საკუთარი პოზიციიდან არ გადახვევა, ხო? იცოდეთ, რომ ეს რა გადაწყვეტილების მიღების წინაშეც ხართ, აუცილებლად იქნება თქვენთვის ძალიან კარგის მომტანი, მიუხედავად იმის, რომ გეშინიათ ამ ყველაფრის, გეშინიათ, უფრო მეტად არ გედგინოთ და ძალიან გთხილოთ. რა იქნება ეს სასიხარულო ამბავი, ნახოთ მოულოდნელი ერთი თვის განმავლობაში. მოკლედ, ვისაც პირადთან დაკავშირებით გაქვთ გარკვეული სახის პრობლემები, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი, ვისთანაც გაწყვეტთ კავშირს, ერთი თვის განმავლობაში თითქოს ხელახლა დაიბადა ის პიროვნება და დაიბადა თქვენი სიყვარულისთვის. ერთი თვის განმავლობაში ის ადამიანი შეიძლება ახლა ძალიან გეეჭვებათ ეს ყოფილი, მაგრამ ყველაფერს თავის თავზე გამოსდის, რაც კი თქვენთვის უვნია, ასე ვთქვათ, სამყარო არ დაზოგავს თავის ძალას და ეს პიროვნება შესაბამისად პასუხს აგებს ყველაფერზე. აი ამ ერთი თვის შემდეგ ეს ადამიანი თქვენთან გამოჩნდება და მისი მიდგომა იქნება რადიკალურად შეცვლილი აქამდე, მისი ქცევები, ყველაფერი თქვენთვის ენდომება, მატერიალურიდან დაწყებული, სიტყვით დამთავრებული, შიგნით ყველაფერი მოიაზრება, დროის დათმობა, თუ აქამდე რაღაცა პრობლემები გქონდათ, თუ არ მithმობ საკმარის დროს და რაღაც სხვასთან ატარებდა, ხო? თუ კიდე მეგობრებთან, ანუ ოჯახის წევრებთან, მაგრამ თქვენ გაკლებდათ რაღაცას, ხო? და უკანა პლანზე იყავით გადაწეული. ამ ერთი თვის განმავლობაში ეს ადამიანი კი ძალიან დაიტანჯება, მაგრამ ტარო მაჩვენებს, რომ რაც დათესა იმას მოიმკის. და აი ამ ყველაფრის შემდეგ უკვე განახლებული და შეცვლილი მობრძანდება თქვენთან, ეს სავსე თასით და უკვე თქვენზე იქნება
დამოკიდებული რამდენად დაიბრუნებთ ასეთ ადამიანს, მაგრამ ვინც დაიბრუნებს, იცოდეს რა გაუკეთე, რა შეულოს, შეიძლება ვერ მეგობრებმა გითხრან, ანუ რა ხდება, ესეთი როგორი ტრანსფორმაცია განიცადა ამ ადამიანს, ძალიან გაკვირვებულები იქნებიან და რაღაცა მომენტში ახლა რომ ვუყურებ, აშკარად უნდა მიეცეს შანსი ამ ყველაფერს. ვისთანაც არის კარიერული საკითხები ამჟამად და არის ეჭვის ქვეშ, ანუ რაქნას გააგრძელოს იქ მუშაობა, მოძებნოს სხვა, ან რაღაცა ბევრს თხოვენ და რაქნას დათანხმდეს თუ თქვათ თავი ჭრილში დააყენოს, უნდა იცოდეთ, რომ ერთი თვის განმავლობაში თავად აი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირები გამოცდიან თავის თავზე, რას ნიშნავს უსამართლოდ, როცა გექცევიან და უნდა იცოდეთ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელი არის უფროსობისგან მიიღოთ ძალიან მოულოდნელი შემოთავაზება თქვენი დაწინაურების, ანუ აქ იცით როგორი ამბავია, ადამიანი სამსახურიდან წამოსვლის რო ფიქრობდა, უცებ აი ხელმძღვანელი რო გეუბნება რომ უნდა დაგაწინაურო და რაღაც ახალი უნდა ჩაგაბარო და რა ვიცი, შენი იმედი მაქვს და აი რაღაცნაირად გააცნობიეროს თქვენი ბრილიანტობა და თქვენი გვერდით ყოფნის მნიშვნელობა. ასევე ვისაც ჯანმრთელობის ამბავი აწუხებს ამ ეტაპზე და აქვს თქვათ გარკვეული პრობლემები ფინანსებთან დაკავშირებით, ჩემო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ისეთი დახმარების ხელი იქნება გამოცდილი თქვენთან, რომ აი საერთოდ ვერ წარმოადგენთ ისეთი ადამიანი დაგეხმარებათ და საკმაოდ ბევრ თანხებსაც შემოგწირავთ ბრჭყალებში, რომ ძალიან გაკვირვებული იქნებით და აქვე დავძენო შეიძლება საერთოდ ისეთ ადამიანთან დაიწყოთ ურთიერთობა, ვინც აი თავიდან როგორც სამსახურებრივი ან რაღაც ისე უდგება ამ თავის საქმეს, მაგრამ შემდეგ შეიძლება რომანტიკული ურთიერთობაც კი იყოს, რა თქმა უნდა, ეს საჯარო გაშლაა და ეს ინდივიდუალურად ახდება. აი ესეთი ამბები არის, მომწონს, თქვენი ენერგიები იცვლება დადებითად. შეგიძლიათ ერთი თვის შემდეგ კომენტარებში დამიწეროთ რა და როგორ აგიხდებათ, ძალიან მისიამოვნება. პირადში კი მიზიარებთ ხოლმე, მადლობელი ვარ. შეგიძლიათ პირადშიც დაწეროთ, მაგრამ კომენტარებში თუ დაწერთ და იაქტიურებთ, ძალიან გამახარებთ. მადლობას გიხდი პირველ ვარიანტო. მივესალმები მეორე ვარიანტს. ნახოთ აქ რა ხდება. როგორ ენერგიებში ხართ დღეს? რა ხდება აქაც რაღაცა არ მოგწონთ. დღეს ორივე ვარიანტი ძალიან ფიქრებით არის მოცული, ასე ვთქვათ. ვიცით რა, აქ მეორე ვარიანტის თემაში როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი არის ოჯახური ღირებულებები. შესაძლებელი არის ამ ეტაპზე ოჯახს აყენებდეს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა, თუ ვთქვათ, იცით, აი არ იმსახურებს აქ ოჯახის წევრი რომელიღაც ამ ყველაფერს, აი ამაზე არის ეს ლაპარაკი, აქ შესაძლებელი არის მეუღლეებზე უფრო მეტად, შესაძლებელია ზუსტად მეუღლეების გამო დაკარგოთ ძალიან მნიშვნელოვანი და რა ხდება. აი ამ პირველ ადგილზე ოჯახის დაყენებდა ისეთი ადამიანის, ვინც ამას არ იმსახურებს, შესაძლებელია ურთიერთობები დაგიპაუზდეთ, გაგიფუჭდეთ ახლობელ ადამიანებთან, სხვა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან და აქ ასე ვთქვათ შეჯანჯღარება გჭირდებათ. თითქოს რაღაცა მომენტში ეგუებით ამ ყველაფერს, თან ბოლომდე ვერც ეგუებით. თან ნამდვილად ვერ იღებთ იმას, რაც გაეცით და ხართ ხან სასოწარკვეთაში, ხან თითქოს ცდილობთ აი ტკობობაში გადახვიდეთ და რაც არის ეს მაინც ხომ ყავს გვერდით, ეს აი რაღაცნაირი ცოტა ტოქსიკურ ამბებს შევეჯახეთ. უმეტესად არის ოჯახური სიტუაცია ან პარტნიორი, რომელიც არ იმსახურებს თქვენს ასეთ ამაკს. და მისით ხართ მოსული. ახლა ვნახოთ ერთი თვის განმავლობაში მოულოდნელი სასიხარულო ამბები. ნახოთ. აქაც არ დააყოვნებს. მეორე ვარიანტო. ძალიან ძლიერი ადამიანები.
მიყურებთ მეორე ვარიანტის და ენერგიულები, უბრალოდ თითქოს რაღაცა მომენტში ფრთების შეგაჭრეს. მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა იცოდეთ, რომ ისეთი საქმეები დაიძვრება თქვენ ცხოვრებაში უკვე თითქოს უარი ქონდათ ნათქვამი თქვენ ოცნებებზე, ასეთი შეგრძნება მაქვს და აწმყოში იყავით, აი რაღაც უბრალოდ ამბებს ჯერდებოდით, არაფერი ისეთი ამაღელვებელი არ ხდებოდა და ამ ერთი თვის განმავლობაში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჯანზე მოხვალთ ჩემო გოგოებო, საოცარი ამბები გელოდებათ აქ, როგორც ფინანსური, ისე ის თქვენ პოტენციალს შეეხება რაღაცნაირად სამყარო გიგზავნით ისეთ შანსებს, რომელიც უნდა მიიღოთ, ეშება თქვენ დავიწყებულ ოცნებებს შეეხებოდეს და აი უნდა დაიწყოთ უკვე მოძრაობა ამ ხრივ რაღაცა რიცით გეშინოდათ, რომ გაგეკეთებინათ, აი და თითქოს მიჩქმალული იყო ყველაფერი და ცდილობით აღარც კი გეფიქრათ და აი რა დროს ჩემი ესა, აი რაღაცა რა დროს ეს არის, არ ვიცი, ძალიან ძალიან ძველი მივიწყებულ სიტუაციებს გააცოცხლებს სამყარო და ვითომ თქვენთვის რაღაც ჰობი შესაძლებელია იქცეს შემოსავლის სერიოზულ წყაროს. არ ვიცი, ვის რა გეხერხებათ, ესეც ინდივიდუალურია, რადგან საჯარო გაშლა არის, ზოგ შეიძლება ქარვა, კერვა, ხატვა, წერა, არ ვიცი. ან რაღაც ძალიან ესეთი ფიზიკური აქტივობით ხართ, მაგრამ არ იყენებთ ამ ყველაფერს, ან შეგიძლიათ ასე შემდეგ, ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიწყება, შესაძლებელი არის აქ შემთხვევითი ნაცნობისგან მიიღოთ რაღაც ისეთი ფრაზა, რომელიც მამოტივირებელი გახდება ამ ერთი თვის განმავლობაში, ან შესაძლებელი არის რაღაც მეგობარმა გითხრათ, რომ აი რაღაც თქვათ აპლიკაცია ვნახე და ხო არ შეავსებდი და აი თითქოს რომ არ გჯერათ, მაგრამ აკეთ, აი რაღაცა ამდაგვარი სიტუაცია არის და აუცილებლად ეს მოგიტანთ ძალიან საინტერესო ახალ ენერგიებს წინ გელოდებათ ემოციებით, ახალი შეგრძნებით დატვირთული გზა თავარია გამოიყენოთ დრო და არ თქვათ უარი, ეს შესაძლებლობა და ალბათობა, რასაც ტარო მაჩვენებს და მესაუბრება, ეს ყველაფერი უნდა შანსები უნდა დაიჭიროთ, იცოდეთ, თქვენ თავის გჯეროდეთ, აი ესეთი ამბავია. მეგობრებო, მადლობაც გიხდით დროებით.